საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეხლა ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების ხელმძღვანელობა ვიმყოფებით წანიშის ტეპარკში. როგორც მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინ უკვე ოფიციალურად საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებამ გამოაცხადა უკვე, რომ წანიშის ტეპარკში იწყება სამუშაოები, დაიწყება ესე იგი უახლოეს დღეებში და უნდა განხორციელდეს ის ავადსახსენებელი არაბული ქალაქის მშენებლობა, რომლის მოცულობა არის 6 მილიარდი დოლარი და რომელიც არის საქართველოს წლიური ბიუჯეტის ნახევარი და აი ამ ხელა პროექტი არის აბსოლუტურად გასაიდუმლოებული ხელისუფლების მიერ, რომელიც არაფრით არ შეიძლება რომ იყოს გასაიდუმლოებული ამ ხელა გიგანტური პროექტი და ჩვენ არ ვიცით რა ელოდება საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ქართველ ხალხს საერთოდ და რას უქადის ეს პროექტი. ხო ჩვენ კი ვიცით, მაგრამ თვითონ პროექტი არის აბსოლუტურად კომერციული, ვითომ და კომერციული თვალსაზრისით გასაიდუმლოებული. მე წეგან და ჩემმა მეგობრებმა ყველამ გამოვიარეთ, აი ლაივიც ქონდა, გაჩვენეთ ყველას, რომ წითლად არის აღნიშნული, ესე იგი აბსოლუტურად ყველა ეს ასლოვანი ხეები, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანში რამდენიმე დღეს შემოვლენ აქ არაბები და გაჩეხავენ მთლიანად და ცნობისთვის ევროპაში ასეთი რაღაც რომ გააკეთო ერთი ხეს მოჭრა მილიონობით ჯარიმაა დაწესებული და ჩვენ მთლიანად აი ეს უზარმაზარი ბრილიანტი აგერ რუსთავის და აგერ თონიჭალას და თბილისის აი ამ დასახლების მთლიანი ფილტვების გაკაფას იწყებენ და რა მოყვება ამაზე კი არ არის მარტო ეს კიდევ მეათე ხარისხოვანია რომ ფილტვების გაკაფვა აი ამ უზარმაზარი წანიშის ტყეპარკის თავარი არის ის, რომ თუ კი აქ არაბული ქალაქი აშენდა, სადაც უნდა იცხოვროს 100,000 ადამიანმა, ეს იქნება დასასრული საქართველოსი და ეს არის ის ბრძოლა, ის დიდგორი 21 საუკუნისა, რომელიც ქართველმა ერმა არ უნდა დათმოს, თუ დამარცხდით, საერთოდ საქართველო დამარცხდება. ჩვენ ეხლა აქედან მოუწოდებთ მთელ ქართველ ხალხს, მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით ვინც ახლოა თბილისის მოსახლეობას და რუსთავის მოსახლეობას, როგორც ჩვენთვის ცნობილია უახლოეს დღეებში აქ შეიძლება შემოვიდეს უკვე ტექნიკა გასაჩეხად, ამიტომ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება ყველას მოუწოდებთ, უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, დაგჭირდება გვერდში დგომა ქართველი ხალხისა, საქართველოს მოსახლეობის მთლიანად, რომ უნდა გავაკეთოთ მანქანების კოლონები, რაც ამ ტექნიკა შემოვა გასაჩეხად, უნდა გავიაროთ მთელი თბილისი, ესე იგი გავაყროთ მთელი თბილისი, ფეხზე დავაყენოთ მთელი დედაქალაქი და არ დაუშვათ არაბების შემოსვლა აქ და არაბული ქალაქების შენებლობა. კიდევ ვიმეორებ, თუ ეს დაუშვით ჩვენ, ეს იქნება საბოლოოდ საქართველოს დასამარება. ამიტომ ეხლა ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებას ვთხოვთ მოსახლეობას, გვერდში დგომას ვთხოვთ, ჩვენ ასე მარტო ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ ვერავითარ შემთხვევაში. განსაკუთრებით გულსატკენია აქ ჩვენი აი ძვირფასი სასულიერო პირის გვესწრება და მე მინდა გულის ტკივილით განვაცხადო, როდესაც ჩვენ მივედით საპატრიარქოში გასულ წელს და გადავეცით განცხადებაც ყველაფერი, არც ერთმა სასულიერო პირმა არ გამოგხედა, არც ოფიციალურ წერილზე აი ამ არაბული ქალაქების შენებლობაზე პასუხის ღირსადაც არ ჩაგვაგდო. არ ვიცი მე რატომ აქვს ესეთი დამოკიდებულება, ჩვენ მათგან ვერ გავიგეთ ხმამაღალი გაცხადება აი ამ თემაზე, რომ ისინი პროტესტს აცხადებდნენ ამაზე. ის კი ვიცით ჩვენ, რომ 25% იყო მათ საკუთრებაში, რომელიც გადასცეს გაცვლით სახელმწიფოს და მიიღეს სხვაგან. აი ამას საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ აბსოლუტურად მთლიანი ტერიტორია ჩაუვარდათ აი ამ თაღლითებს და ამ გამყიდველებს
და ეხლა მთლიანად აი ეს პროექტი უნდა განახორციელონ. პროექტი, რომელიც დაასამარებს მთლიან საქართველოს. თქვენ არ გეგონოთ აქ 100,000 არაბი რომ დასახლდება, ვინმე მერე მშვიდად გაივლით და ისინი კულტურულად, ევროპულად ივლიან ამ ქალაქში. არა ბატონებო, ვერავის შვილებსაც ვერ გაუშვებთ გარეთ. პირდაპირ ნადირობაზეც გადავლენ, ამის ინფორმაციების გვაქვს. ამიტომ მე ეხლა ბევრს აღარ გავაგრძელებ. ეს არის ჩვენი გაფრთხილება, ჩვენ ვაფრთხილებთ ეხლა ხელისუფლებას. რაც ამ საკ არაბული კომპანიის ეს პროექტი დაიწყება და ტრაქტორები შემოვლენ, ქუძზე კაცი გამოვალთ ყველანი, ყველაფერს გააკეთებს. ქართველთა დიდი გაერთიანება მთელი საქართველო აქ დააყენოს და პირდებით ივანიშვილის რეჟიმს რომ აი ამას გადაყვება. რაც უფრო მალე დაიწყებთ, უფრო მალე გადაყვება ეს რეჟიმი. აი ამას პირდებით მე. მე კი არა, ქართველთა დიდი გაერთიანება და მთელი საქართველოს მოსახლეობა ამაზე გამწარებული და ამას პირდებად ქართველი ხალხი რო იცოდეთ. ყველგან გვაქვს ჩვენ საუბრები. მე ახლა მინდა სიტყვა გადავცე ბატონ დებურ გიორხელიძეს, აქ იმყოფება ჩვენთან ერთად. ბატონ დებურ. მოგესალმებით. ყოველგვარი ემოციისა და ყოველგვარი რაღაც მაღალფარდოვანი შემართებული საუბრის გარეშე პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ქართველებს ეს არ უნდა დასჭირვებოდა. ჩვენ ეს არ უნდა დაგვჭირვებოდა, რომ დღეს აქ მოვსულიყავით და იმაზე გაგვეფრთხილებინა ხელისუფლება. ხო ხედავთ აქ ხალხი დიდი რაოდენობა არ არის, არც გქონდა ამის მიზანი, ჩვენი მთავარი არის მივმართოთ და გავაფრთხილოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ საკმარისია ეს პროექტი განხორციელდეს, რომელიც არავითარი ბიზნეს პროექტი არ არის. მე მზად ვარ ხელისუფლების ნებისმიერ წევრს დაუჭდეთ და წმინდა ფინანსური ლექსიკის, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ვესაუბრო და ვაჩვენებ მათ, რომ სრული აბსურდია, მაგრამ მას აქვს უდიდესი პოლიტიკური მიზანი. ამ პოლიტიკური მიზნის მთავარი სამიზნე არის ქართული ხალხის უმცირესობაში გადაყვანა, ამ ქვეყანაზე გავლენის დაკარგვა და შემდეგ უკვე იმ სცენარების განხორციელება, რომელიც ქართველების გარეშე მოხდება. ამიტომ მოგწოდოთ, არიქა რაღაც ამაღალი სიტყვები გითხრათ, ყველა საქართველოს გთხოვთ. როგორც კი აქ შემოვა და ჩვენ გვეცოდინება წინა დღეს მაინც რომ რაღაც ტექნიკის შემოყვანას აპირებენ, ჩვენ აქ ვიქნებით და დაუპირისპირდებით ამ ყველაფერს ძალით, ჩვენი ძალით, როგორც ავართ ახლა, მაგრამ სწორად თქვა დავით მაგ, ჩვენ მარტო ამას ვერ მოვერებით, შეიძლება გადაგვია რომ თავზე, მაგრამ ჩვენი თავზე გადასვლა პრობლემას არ მოხსნის. აქ 100,000 შეძლებული არაბული ოჯახის ჩამოსახლება, ფაქტობრივად ისინი მფლობელი ხდებიან ამ ფანტასტიკურ ადგილზე, ბინებისა, მიწისა, რა კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის, რა საშინელი იმიგრაციის ფონზე შედეგებს დადებს საქართველოსთვის, მე მგონი ამას დიდი განათლება და დიდი რაღაც ახსნა განმარტება არ ჭირდება. ამიტომ გთხოვთ ყველას, გთხოვთ, სხვანაირად არ გამოვა. ვისაც ეს ქვეყანა გაწუხებთ, ვისაც თქვენი წინაპრის პატივისცემა გაქვთ შემორჩენილი თქვენ მეხსიერებაში, კაცი კი მეხსიერება, მისი ისტორია, მისი წარსულია. ამიტომ როგორც კი მოგმართავთ, რომ ხვალ იწყება რაღაც, ჩვენ აქ ვიქნებით, რამდენიც არის ვიქნებით, სულ ერთია ამას, ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ, ეს არ იქნება მარტივი ხელისუფლებისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ ეს საშინელება საქართველოში არ განხორციელდეს, საჭიროა, რომ ეს პროტესტი არის ხალხის პროტესტი, საღი ქართველების პროტესტი. ჩვენ არ გვაინტერესებს ამ მახინჯი ხელისუფლების მხარდაჭერების პოზიცია, ჩვენ არ გვაინტერესებს დაქირავებული, რომ იტყვიან ეპიგონების პოზიცია, ჩვენ გვაინტერესებს საღი ქართველების პოზიცია.
ამ პროექტის განხორციელება და მსგავსი პროექტი ეს არ არის ერთადერთი განხორციელება დაასრულებს ქართველების ისტორიას ამ ქვეყანაში. დანარჩენი უკვე არჩევანი ჩვენზეა. ჩვენ არჩევანი გაკვეთებული გვაქვს. ჩვენ ვიცით რას გავაკეთებ. გთხოვთ ყველა საქართველოს დაუდგეთ გვერდით თქვენ ქვეყანას, სწორედ ჩვენ პიროვნულად არაფერი მხარდაჭერა არ გჭირდება ჩვენ არც კეჭისყრაში მონაწილეობას ვაპირებთ, არც რაიმე თანამდებობის დაკავებას, მაგრამ ამ ქვეყნის გვერდით ჩვენ დავდგებით ბოლომდე და ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მცირერიცხოვან ხალხს შეუძლია გადამწყვეტ მომენტში განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინოს მოვლენათა განვითარებაზე. ღმერთი ჩვენი შენზე ამ წმინდა საქმეში და გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ ჩვენს მომართავს. ეხლა ჩვენთან იმყოფება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბატონი გურამ მაკაცარია და გთხოვთ მოусმინოთ. ბატონო, მე გახლავართ დეპუტატი რუსთავიდან 59 საარჩევნო ოლქი. რუსთავში დიდი ხანი ვიცხოვრე, აქ ინსტიტუტში ვიმუშავე და ეს ტერიტორია ჩემთვის ძალიან ახლობელი და მშობლიურია. მე გახლავართ უზენაეს საბჭოს მიწათმოქმედებისა და მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარე, ანუ ადამიანი, რომელსაც იურიდიულად ლეგიტიმურად ეხება აქ ყოველგვარი კვადრატული მეტრი მიწის განსხვისება თუ ქართველი ერისთვის სხვა სასარგებლო საქმეებში გამოყენება. აქ მოიყვან ბატონებო 92 წლის 13 მარტის გროზნოს ადგილებას, სადაც ნათქვამია, რომ ყველა ის ღონისძიება, ყველა ის არჩევნები, რასაც ჯაბა იოსელიანისა და კიდოვანისა და სიგუა სამართალმემკვიდრეების შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი და სხვები ჩაიდნენ, იქნება ქართველი ერის საერთაშორისო ინტერესების წინააღმდეგ, მოგესწრება ბათილად არის გამოცხადებული. მოგეხსენებათ პარლამენტის ან უზენაეს საბჭოს დადგენილება გახლავთ კანონი სავალდებულო ყველა ქართველისთვის და ყველა არაქართველისთვის, ვინც აქ ცხოვრობს. ეს კანონი დაამტკიცა გროზნოში ბატონმა ზვიად გამსახურდიამ და ეს გაეგზავნა მსოფლიოს ყველა ორგანიზაციას, გაეროს, ეუთოს, ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის ყველა არაბული ქვეყნის, პაკისტანის და ასე შემდეგ წარმომადგენლებს. ეს არის ბატონებო იარაღი, რომლის ძალითაც ჩვენ მოვითხოვთ დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომ აიგდებენ ქართველი ერის ნებას აბუჩად. ქართველი ერი არ არის ისეთი ერი, რომ უცბად საიდანღაც გამოჩენილი იყო ამ ტერიტორიაზე. ყოველი კვადრატული მეტრი ამ დღეპარკის და სრულიად საქართველოში არის ქართველების მიერ ოფლითა და სისხლითა და ცოდნით დაცული და თუ შემოვლენ აქ არაბები, ჩვენ დავაყენებთ სრულიად საქართველოს ფეხზე. ჩვენო გონია რომ ქართველებს სხვა გამოსავალი საქართველოს არ აქვს. თქვენ არიცით ეს არაბები რა ხალხია, რა რეჟიმზე ცხოვრობენ იქ. შემოდის მუხტად ნავთობისაგან და გაზისაგან მილიარდები, ტრილიონები და თბილისში რაღაც შენობა რო აშენდა ივერიის წინ, ამბობენ რომ მამაშვილმა გადმოიხედა მთაწმინდიდან და შვილმა უთხრა, მამა რას ხურდავდებით, ფული არა გვაქვს თუ რა, მთელი ქალაქი და საქართველო ვიყიდოთო. აქვთ ამისი საშუალება, ტრილიონი დოლარები და დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არ აწარმოებს არაფერს მატერიალურ ფასეულობას, ყიდის მიწას. ვაფრთხილებთ ბატონებო, ჩვენ სრულიად საქართველოს სახელით ამას გადაყვება დღეს უკანონო ხელისუფლება და მისი ასე ვთქვათ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე ტანს უკრავენ ბიძინა ივანიშვილს. მეტის თქვა შეიძლება ბატონებო, მაგრამ თავარი საადგილარი ეს არის, რომ ამისი გაყიდვა არაფრით არ შეიძლება. ეს არის ქართველი ერის საცოცხლო არტერია, ტერიტორია და ამას ჩვენ არ დაუშვით. მადლობა. ხო, ამ მნიშვნელობაზე რა თქმა უნდა ყველა შეუძლია საუბარი, ამ ხელა მნიშვნელობა აქვს და ფილტვებია, მაგრამ თავად ის არის, რომ ჩვენ არ დაუშვით აქ არაბული ქალაქის შენებლობას. ეხლა ასევე ჩვენთან იმყოფება ბატონი გიგლაკოვი
ჩვენ მობრძან პროდუქტიდან. მოგესალმებით ყველას ამ დიდებული ადგილიდან, ამ ისტორიული ადგილიდან. უკვე გაიგეთ ჩვენი სათქმელი და საწუხარიც. მაგრამ მთავარია, როგორც კი ნიშნები გამოჩნდება ამისი აქ, მაშინ ათვეს სრულიად საქართველოს ერის და ბერის ღირსეული შვილები, საღი ქართველები, როგორც ჩვენ გვეყარს ხოლმე გამოთქვა და მე მგონი ჩვენი ქართველთა დიდი გაერთიანების სლოგანიც კი გახდა ეს ტერმინი. უნდა დავირაზმო და აქ უნდა გავჩნდეთ. გავჩნდეთ უნდა ისე, როგორც ეს გააკეთეს ალბანეთში, როგორც გააკეთეს ბელგრადში, როგორც სამართლებრივი რეფორმებით და სხვა სახის წინააღმდეგობები დაუწყეს Eagle Hills და ამ არაბულ კომპანიას ინდოეთში, ალბანეთში და ხორვატიაში და სხვა ქვეყნებში. საშიშროება იმისი, რაც ჩვენ გველოდება, მე მგონი ყველა ქართველმა უნდა კარგად გააცნობს. ხელისუფლებას არც ხელისუფლებას არ მაინტერესებს ის ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმური, საკუთარ ხალხთან დათათბირების გარეშე, შეთანხმების გარეშე, კონსენსუსის და თანხმობის მიღწევის გარეშე ერთი გოჯი, 1 ჰექტარი მიწის გაყიდვის უფლება კონდეს. ეს არ უნდა კონდეს საქართველოში არავის. და დედაბოდიანად ერთხელ და სამუდამოდ უნდა აეკრძალოს ქართული მიწის. არა აქვს მნიშვნელობა რა ტიპის არის ის, სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო, მინდორველი, სახნავი, სათესი, სათიბი, თუ რა ვიცი, რაც კიდათ ის დაარქვის. არავის არ აქვს ამის უფლება, ამის გაყიდვის უფლება და მით უმეტეს პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ კიდევ 2017 წელს ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ არც მეფეს, არც იმპერატორს, არც მინისტრს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პრეზიდენტს არავის არ აქვს მიწის გაყიდვის უფლება. ეს მინდა ყველამ კარგად გაითვალისწინოთ. ჩვენ ვისაც ეს გვესმის და გვესმოდა და გვესმის ვდგავართ აქ, მართალია არ ვართ იმ რაოდენობით, მაგრამ ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ იდეის გარშემო, აი ამ მთავარი წინააღმდეგობის გარშემო ერთიანი ღერძი შეიკრას, ერთიანი ღერძი ჩამოიწყას და იმის გარშემო შეიკრიბოს მთელი ქართველობა. ქართველთა დიდი გაერთიანების სახელით აქედან ვაცხადებ და მივმართავ სრულიად საქართველოს საღ ნაწილს. ჩვენ შევუერთდებით ყველა საპროტესტო აქციას, რომელიც აი ამ მიწა წყლის და ადგილის დასაცავად იქნება მიმართული. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში პოზიციას, ოპოზიციას, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, სხვებს. არ აქვს მნიშვნელობა იმ დამოკიდებულებასაც ჩვენს მიმართავ და თქვენ ხედავთ საღი ქართველები, რომ არაერთი შემოგვიგზავნეს და არის ერთი გნიასი, მაგრამ ამას არ ვაქცევთ ყოველდღეს. ნებისმიერი საღი ქართველის უკან დავდგებით, გვერდზე დავდგებით და მივიღებთ მონაწილეობას იმისთვის, რომ ეს 64 არ გაიყიდოს. არავითარ შემთხვევაში ამის გასხვისება არ შეიძლება და თუ ეს დაუშვით, ჩავთვალეთ, რომ ამას მომავალი თაობა არ გვაპატიებს, საერთოდ თუ დავრჩით და როგორც სახელმწიფო თუ დავრჩით და გადავრჩით ზოგადად. ამიტომ ბევრი ფიცი მტკიცილი ამას არ ჭირდება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გესმით ამ საოცარი ადგილის მნიშვნელობა, დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია. ეხლა რომ შემოვედი ამ პარკში, მე მინდა ოპერატორსაც ვთხოვო, რომ ყურადღება მიაქციოს აი იმ გურიათად თუ რაღაცა თურქული კომპანიის ის არის, რა ქვია, ბანერი ფერნიში გამოკრული და გავეცანი იმას. ნუ მივხვდი, რომ ეს ტუია და კიდე რაღაცა სხვა მცენარეები და ტუიას მიაქვს საქართველოს ტერიტორია და დაურგიათ იმას და რას ამ ჩვენმა ადგილობრივმა სამინისტრომ, ჩვენმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო აქ რამდენიმე, რა ვიცი, 100-200 წელი იქნება მაქსიმუმ დარგვილი, რომ ამისთვის ეს არ გააკეთო აქ. აქ სიმბოლოებს აქვს მნიშვნელობა და არა ფაქტს. ელემენტარული რაღაცაა, მაგრამ ამასაც აქვს მნიშვნელობა. ნახეთ, ეყრება საფუძველი ნელ-ნელა იმას, რომ აი ესე შემოდიან, აი ესე ვითომ კეთილმოსურნეობის ნიშნი და სინამდვილეში მე პრეტენზიები უჩნდება ძალიან სოლიდურ რაღაცა. რა ხუთშაურზე იყიდებით, თქვენ დალოცულებო ვერ გავიგე რა ხდება რა. რა არის ეს ელემენტარული რაღაცა 200 ძირი ტუია დაგირგო ვიღაცამ და გამოჭიმე აქ რა. იმისი არ იყოს Eagle Hills რუსთაველის პროსპექტზე, მთავარ დედო პროსპექტზე მიეცი უფლება და კინო რუსთაველი აჩუქე. მინიმალურ ფასად.
ვინ მოგცა იმის უფლება, ვინც ხარ, ოცნება ხარ, ნაცი ხარ, კოცი ხარ, ვიღაცა ხარ, არ მაინტერესებს საერთოდ. თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება? რატო აძლევთ ამის უფლებას თავს? და ის კაპიკები რითაც ხიდით ამ ყველაფერს მიგავთ საკუთარ ჯიბეებში და საკუთარი პარლამენტარების კეთილდღეობასა და მინისტრებისა და მისი მოადგილეების კეთილდღეობაში და უზრუნველყოფაში. მაშინ როცა ნებისმიერი პენსიონერი სულს ღაფავს და ერთი წამალი ვერ უყიდია თვიდან თვემდე. ჯიბეებს კი ისკელებთ კარგად. და აქვე ერთ დეტალს დავამატებ კიდევ. თავიდან ბოლომდე ეს კომპანია იგლსი საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს და გაითვალისწინეთ ეს. არაფერი არ გაუკეთებია მას ალბანეთში, არც არსად ნაცვალ 3000 შენობის ამ მხოლოდ 800 შენობა აქვს თუ რაღაცა ნაგებობა იქ გაკეთებული იმაში ბელგრადში და არის ერთი წინააღმდეგობა. ალბანეთში იცით ორი კვირა უკვე ინგრევა და იწვის დუქს იქაურობა. რატო? იმიტომ რომ ნახეს მიხვდნენ ვინც არიან ესენი. და მიაქციეთ ყურადღება კაციშვილი ხმას არიღებს იმაზე რომ ის 2.2 მილიარდი დოლარი რაც უნდა გადაიხადოს ვითომ არაბულმა მხარემ. იცით რაშია გამოკვითული პროექტის ღირებულებაში რომლის გავსი სხვაგანაც აქვს უკვე გაკეთებული ეს ერთი და მეორე თურმე იმიჯი ბატონო რომ ეს ამხელა კომპანია საფერისტების კომპანია შემოდის აქ და ამ დროს ყველა ქვეყანა რომელიც დაგისახელეთ ინდოეთში 3000 სარჩელია შეტანილი ალბანეთში 2100 სარჩელია სამართლებრივი დაწყებული ალბანეთში ხალხი წამოვიდა და აღდგა და 100,000 და 200,000 კაცია ქუჩაში გამოსული იგივე იქნება გასამეორებელი და ძალიან კარგად ვიცით ეს როგორ მოხდება ნუ გამოცდით ქართველი ხალხის მოთმინებას კითხოვები ეს თქვენთვის და კარგად გაითვალისწინეთ არც კობახიძის არც ივანიშვილის და არც პაპუაშვილის არც სხვების და სხვების უფლება არ არის რომ გადაწყვიტონ ქართული მიწაწყლის ბედი არავის არ მოუწია თქვენთვის ეს უფლება და რითაც ხართ იქ მოსულები ხართ იმ ჩვეულებრივი ხუნდის სახელმწიფოს სამართალ მემკვიდრეები და ამას ოდესმე გვიანიცის ქართულმა კაცმა გამოფხიზლება რომ თუ გამოფხიზლდა მე ნახავთ მე არ მინდა ვთქვა გავიმეორო ეს სიტყვა რომელიც ის სიტყვები რომელიც მითხრეს ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ მხარეში კუთხეში სასულიერო პირებთან შეხვედრისას ვერც ხვდება გევანდელი ხელისუფლება როგორ უახლოვდება ახალი ბაქტრიონი გაითვალისწინეთ ეს ბატონებო ჩემი თხოვნა იქნება უმორჩილეს ჩვენ არავის არ ვერჩით არავის არ იცი მაგრამ გაითვალისწინეთ აქ როგორც კი არაბული კომპანიის ტრაქტორი ან სამშენებლო რაღაცების შემოვა იმ წუთასვე ტოტალურ წინააღმდეგობას მიიღებთ გაითვალისწინეთ ეს ჩემი კეთილი სურვილია და ის რჩევაა თქვენთვის ბატონო ირაკლი გინდა თხოვს ირაკლი გაგნეძე არის თქვა გთხოვა და მეგობრებო აი ამ ხრის კაცი ვარ და წამოვედი ამის შორზე რომ ნამდვილად შემოგიერთდეთ და დავიცვათ ის მიწები რაც ჩვენ წინამრებმა დღეს მოგვიტანა იცოდეთ რომ ყოველი წვეთი წყალი და ყოველი გოჯი მიწა ეს ჩვენი წინაპრების სისხლი და ხორცია და ვიც ამ სისხლს და ხორცს ასე უნამუსოდ ხიდის და აჭმევს უცხველებს აი მართლა იმათვის ერთი სათქმელი მაქვს უღიშთ უგვანო დიდი ფული ცხოველად აქცევს მათთვის უცხოა სათნოება ზნობა გაგება ფულის სურნელი დებინდება ჭკუაგონება და აღარ ესმით საკუთარი ხალხის კოდება აი ამ ერთი კუპლეტი თობობ მე ამ სიტყვებს და გეუბნებით რა დროს მიწების გაყიდვაა ბიჭებს ცოლები ვერ მოყავთ გოგოები ვერ გათხოვებულან გადაჯიშდა ერი ვის აძლევთ ამ მიწებს მე მოვითხოვ და ხალხს ვერ გამოიყოს ისე რომ ყველა გასათხოვარ და საცოლეზე 1000 ჰექტარი 20 ჰექტარი ყველა მიწას დაერქვას თავის სახელი კი არ გაიყიდოს ჩვენ ტრადიციებით მოგვწევს ასეთი მე რაჭის ერთ-ერთ სოფელში ვიყავით ხეში შევედი და მე არ მინახი ესეთი სუფთად რაც იქ ვნახე მე ვკითხე საიდან ასე სუფთად ხალხი ცოტა ყველა დღეს თავისი გვარი პატრონობს ყველა გოჯსო კი არ ყიდია და უბრალოდ პატრონობენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან რომელი უფრო სუფთად შეინახავს და რომელი უფრო დიდ ხეს არ მოჭრის ჯი ისე უნდა იყოს ყველა მიწები გადანაწილებული ჯიშზე ჯილაკზე კვარზე ყველას პატრონი დაყავდეს და არა ასე ვიღაცას მოუნდეს და მიხედო ჩვენ მიწებს როცა გვეცოდინებ რომ ჩემ გვარს მაგრამ გაგრძებს გვარს აქვს აი ამდენი მიწები აქვს კახეთში იმაში პასუხისმგებლები ვარ ჩვენ მიხედავთ იმას
და გავაკეთებთ იმას რაც საჭიროა. ასე არავისი რო არ არის. ჯერ ესეთი მე ერთი რამე მაინტერესებს კაცო რა ჯიში და ჯილაკის ახათ. უნამუსები გევნებით ქურდები ხართ. ყაჩაღები ხართ, დედაუტირეთ ჩვენ პრეზს გადააგდეთ, ხალხი დაღუპეთ და მაინც ხართ და ჩვენა ვართ რაც ავართ. რა ხართ? ქურდები ხართ და ის უცხოელები ვით შემოდიხართ, თქვენ ხართ ქურდების ნაქურდალის გამსახურებელი. ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი ქურდები. ხალხო ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული. როგორ შეიძლება ამათ უღიმოდე, ამათ ეპიფერებოდე, ელოლიაებოდე. არ შეიძლება ქურდი ქურდს გოდლად მოეხეც და კაცკაცურად. აბა კარგად ვზნდებოდეთ. საკუთრებაში რაც არის, იმასაც ვარც მე ვერ ვაგერ. ჩვენ ეხლა ჩვენს წინაშე არის ჩვენ 21 საუკუნეში გვიდგას ესეთი დიდი პრობლემა და ჩვენს წინაშე ეხლა არის აი ქართული ხალხის წინაშე დგას დიდი გამოცდა. ჩვენ ეს გამოცდა ან უნდა ჩავაბაროთ, ან სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ საქართველოს. ეს არის ესე საქართველოს ისტორიაში ესეთი უმძიმესი დრო არ ქონია ქართველებს. თუ ჩვენ ვიხსენებთ დავით აღმაშენებლის დროს და დიდგორს, რომ დამარცხებულიყო საქართველო აღარ იარსებოდა. აი ესეთივე პრობლემა დგას დღეს და თუ ეს პროექტი განხორციელდება, საქართველო დასრულდება. ამიტომ ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ და ვეუბნებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ესე იგი იარაღს გამოვიყენებთ. იარაღში არის ის იმას გულისხმობ, რომ დავრაზმოთ ხალხი მშვიდობიანი მეთოდებით, რა თქმა უნდა. დავრაზმოთ პირველ რიგში მთელი დედაქალაქი და მერე სრულიად საქართველო. თუ აქ რამე ტექნიკა შემოვა და ჩვენ დავიწყებთ იმ აქციას, რასაც ქვია, აი რაც წეგან ახსენა ბატონმა გიგლამ, ახალი ბახტრიონი დაიწყება ეს და დასრულდება აი ამ ქართველი ერის 35 წლიანი გენოციდი საქართველოში. ქართველი ერის 35 წლიანი გენოციდი. ამიტომ მე მოვუწოდებ ეხლა საქართველოს მთელს მოსახლეობას ემიგრაციას, ვერჩი დაგვიდექით. აქ არ არის ეს თემა ერთეული პარტიების ის პარტიული ქულების დაწერები რომ უნდათ ეხლა და არიქა და აბა ვიწყებ და არის ის იმ დროს იწყებს ეს ამ დროს იწყებს. ერთი ბიზნესთვის უნდა გავერთიანდეთ ყველა. იმიტომ ქვია ამ გაერთიანებას, ქართველთა დიდი გაერთიანებას, მამული ენა სარწმუნოებისთვის ჩვენ საკრებულოს კამებისთვის კი არ ვიცით. აი ესეთი უდიდესი პრობლემების გადასარჩენა და დასაცავა და კეთილი ინებონ არც ერთ პარტიას არასოდეს არც ერთ საუკუნეში არ ქვია ერი არ გაუერთიანებია და ამიტომ ამას იმხელაძალა უპირისპირდება რომ მთელი ერი რომ გაერთიანდეს საჭიროა ან ყოველგვარი პარტიების და დაყოფების გარეშე ყველა მოვიდეს და დაიცვას თავის სამშობლო. ერთი მიზნის აქ უნდა იყოს ერთიანი დიდი ძალა და არა ესე ვიღაცა პარტია გამოაცხადებს იმაში ამ რიცხვში მოდი იმ რიცხვში მოდი კარგით რა დაიღალა მართლა ხალხი. ჩვენ აუცილებლად ეხლა მინდა რომ აი ვინც უსმენს ამ ლაივს თბილისელები არიან თუ საქართველოს სხვა რეგიონებიდან როდესაც აქ შემოვა ტექნიკა იმ წუთში რომ გამოვაცხადებთ ჩვენ გვჭირდება დაახლოებით ერთი მინიმუმ 200 მანქანა. იმხელა კოლონები უნდა გავაკეთოთ თბილისში, პარალიზება უნდა მოახდინოთ, იმდელი ხალხი უნდა გამოვიდეს. და ეს უნდა ჩავშალოთ, ეს არ უნდა გაიტანოს ამ გამყიდველმა ხელისუფლებამ და ამ გამყიდველმა რეჟიმმა. აი ეს არის გასაკეთებელი, აქ დაგვჭირდება თანადგომა იმ ფონდსაც და საერთოდ აი ამას ამ მოძრაობას, რომ შეიძლება კარვების დაგჭირდეს, მაგრამ აი ამ მანქანებისთვის, ავტომანქანებისთვის, კოლონებისთვის ჩვენ აუცილებლად ამას ერთი და ორი კაცი ვერ გაწუდება და ბუნებრივია გვერდში დგომა დასჭირდება, რომ ელემენტარულად საწვავი ჩავასხათ, რომ მთელი ქალაქი ფეხზე დავაყენოთ. ჩვენ უკან არ დავიხევთ, შევაკვდებით ზედ, მაგრამ აი ამას ვერ განახორციელებენ. ყურადღებით კიდევ ერთხელ ყურადღებით კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ დღევანდელი ჩვენი საინფორმაციო შეხვედრაზე გამოთქმული შესახებ ვიფიქროთ. ნახეთ ევროპაში ალბანეთი რომელსაც უზარმაზარი პრობლემები ჰქონდა ხელისუფლების თვალსაზრისით მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა და რაც ამბობენ იცით
ჩვენ აღარ გვინდა ამ კორუფციაში ცხოვრება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ალბანეთში ასებულ კორუფციაზე ან უბედურებაზე ერთი თავით მაღლა არ დგას საქართველოში კორუფცია და ყველა უბედურება, მაშინ ის ძალიან წაქცეული ადამიანი ყოფილა. ჩვენ გვინდა უკანონო ხელისუფლებებში ცხოვრება, გვინდა ამ უსაზიზღრეს კორუფციაში ცხოვრება, გვინდა ყოველდღე ამ დიდ ტყუილში ცხოვრება, გადაწყვიტეთ. ხალხის არჩევანს წინ ვერაფერი უდგება. თუ ხალხი გადაწყვეტილი აქვს დაასრულოს თავისი ისტორია ამ საოცარ ქვეყანაში, საოცარ კულტურაში, რომელიც საუკუნეები გროვდებოდა და ძლიერდებოდა. მაშინ ეს ხალხის გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ჯერჯერობით რამდენადაც ჩვენ ხვდებით და ყველგან ამის ნიშნებია, ქართველები გადარჩენილი არიან და ისინი თავისი ქვეყნის ეს არის ჩვენი საერთო ძალა. ამის შემდეგ კი ყველაფერი დაალაგდება, სამართლიანი საკანონმდებლო ინიციატივები განხორციელდება, წესიერი ადმინისტრაცია ჩატარდება, გაუყალბებელი არჩევნები და ქართველი ხალხი ცნება, როგორიც იქნება განურჩევლად იმისა, როგორიც იქნება წესიერი არჩევნების შემდეგ შედეგი, ჩვენ ყველანი ვაღიარებთ მას, მაგრამ ჩვენ არ ვაღიარებთ არაფორმალურ მმართველობას. ეს არის საერთოდ კატასტროფა სახელმწიფოსთვის, ეს არის განადგურება ქართული სახელმწიფოს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არალეგიტიმურ ორმაგად, ჯერ არა კანონიერ და მე არალეგიტიმურ. არაკანონიერების საფუძველი 92 წელს იწყება. არალეგიტიმურობის საფუძველი 2024 წლის გაყალბებული არჩევნებია. ამიტომ ყველამ კარგად ვიფიქროთ, ჩვენ ერთმანეთის გვერდით დგომა გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, რომ ჩვენს გარეშე გაერთიანებული საღი ქართველების გარეშე ეს ქვეყანა ვერ გადარჩება. ის ისედაც უკვე უზარმაზარ კატასტროფულ ნაბიჯებს დგამს თავისი დასასრულისგან და ეს უნდა შეჩერდეს. შეგვეციოს ღმერთი ყველა საქართველოს მისცეს ღმერთმა ძალა და ვიყოთ ერთად მხოლოდ ამ ქვეყნის გადასარჩენა. შემდეგ ჩვენ დაალაგებულ ქვეყანაში ყველანი ჩვენი შეხედულებების პარლებში ვიცხოვრებთ და ეს სრულიად ნორმალურია. ღმერთი იყო ჩვენი შემოსავალი. ეხლა კიდევ ერთი გამოსვლელი გამოვა. რუსთავის მაცხოვრებელია ქალბატონი ნინო ნათიძე და შემდეგ არ გამორთოთ, არ გახვიდეთ. ჩვენ აქედან პირდაპირ არ გამოვთათ, მე უნდა დაგათვალიერებინოთ უკვე დანომრილი ასლოვანი ხეები მასშიურად, რომელსაც რამდენიმე დღეში აბსოლუტურად გაჩეხვა ემუქრება და განადგურება. გამარჯობათ ხალხო, არ მიყვარს ძალიან სიტყვა მოგესალმებით, იმიტომ არ ვთვლი ამას ქართულ სიტყვად. გამარჯობა სუსურებ მთლიანად ქართველებს. რის თქმა მინდა და დღეს აქ საერთოდ რატომ მოვედი? რუსთავის შემოსასვლელის და იალღუჯის ნაკვეთებთან დაკავშირებით რა პრობლემაც აქვს რუსთავის მოსახლეობის უმეტესობას? ყველამ უკვე კარგად იცით, ძალიან ბევრჯერ გავაჟღერეთ, საპროტესტო აქციებიც დღესაც გვაქვს დაგეგმილი 8 საათზე რუსთავის მერიასთან, მაგრამ ახლა მაგიტომ არ ვარ აქ მოვედი ჩემი ქვეყნის დასაცავად. ერთი ადამიანი თუნდაც რუსთავიდან, მაგრამ იმისთვის, რომ აი ეს ადგილი არ დარჩეს უცხო ტომელებს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. არაბი იქნება, თურქი იქნება, რუსი იქნება და სხვაერი, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე, ქართულ მიწაზე არასოდეს უნდა მიეცეს უფლება დასახლდეს, არასოდეს და საკუთრებაში დაირეგისტრიროს თუნდაც ერთი მტკაველი მიწა. ეს ერთი, ეხლა მეორე. დაბადებიდან, ჩემი აზრით, კი არა და მე მგონი ყველა დამითანხმებით. დაბადებიდან ადამიანი საქართველოში ვინც იბადება, თუნდაც სხვა ქვეყანაში. ჯერ პირველ რიგში ვიბადებით ადამიანებად. შემდეგ იმ ქვეყნის მოქალაქეებად, ანუ ქართველად ვიბადებით ჩვენს ქვეყანაში, ხო? ასე როგორ გაგიწყებათ ხალხო? ან სისხლი არ გაქვთ, ან გენი არ მოგდევთ, ან
ჯიში და ჯილაკი არ გაქვთ და აი არ ვიცი რა სიტყვები თქვა უკვე არ ვიცი ცოტა იქნება ჩემმა სიტყვებმა მაინც გაგიღვიძოთ რაღაცა სიღრმეებში სისხლში რაღაცა მამა პაპის და მამა არ გიყვართ პაპა არ გიყვართ ბები არ ყოლიათ ვისი გაზრდილები ხართ ხალხო ვინ გაგზარდათ შობლებმა არ გაგზარდეს წინაპრებმა არ გაგზარდეს თქვენი მამა პაპის ნასისხლარი ნაოფლარი ნაომარი არაბებს როგორ უნდა მისცეს აი აქ სირცხვილი კი არა უნამუსობაა თქვენ აღარ ახართ ქართველები არასოდეს არ თქვათ მე ვარ ქართველიო სირცხვილი არის თქვენ რო თქვათ რომ ქართველები ვართო გაფიქრებაც კი როგორ გაბედეთ გაფიქრებაც კი რომ ქართულ მიწაზე ორი არაბული ქალაქი უნდა გაშენდეს როგორ გაბედეთ მაგის გაფიქრებაც კი არამც თუ რეალიზება ფულზე იყიდებით ხალხო რამდენ ხანს გეყოფათ ეგ ფული რამდენ ხანს უნდა იცოცხლოთ რამდენი უნდა ხარჯოთ ეგ ფული თავზე უნდა იხაროთ თუ რა უნდა გქნათ გამაგებინეთ რისთვის გჭირდებათ ამდენი ფული რის ფასად ქართული მიწის ფასად თქვენ საკუთარ შვილებს და შთამომავლობას ართმევთ საქართველოს იაზრებთ მაინც მაგას მე ვფიქრობ არა მაგრამ იქნება დღევანდელმა ამ საუბრებმა დაგაფიქროთ რას ჩადიხართ ვის უტოვებთ ამ ქვეყანას პირქვე დაიმარხებით და აი აქაც არ გეღირსებათ დამარხვა ქართული მიწის მიყრაც არ გეღირსებათ აი ამას ვიტყვი მე და როგორც ვარლამ არაბიძეს არ ეღირსა ქართული მიწის მიყრა მასე არ გეღირსებათ არც თქვენ ყვალყორნების საჯიჯნად დაგჭებათ სხეულები სულებზე კიდე აღარ ვლაპარაკობ ღმერთმა განგსაჯოთ ყველა ნათქვამია თავის მიწის გამყიდველსა დამარხველი არ ახავდესო მე არ გირჩევთ ამას და არ გისურვებთ იმას რომ თქვენ დამარხველის გარეშე დარჩეთ ისინი ვინც აპირებთ საქართველოს გაყიდვას და ამას ხალხი არ გაპატიებთ ქართველებს გვინდა სუფთა ქართული სახელმწიფო ჩვენ ვართ უძველესი და უძლიერესიერი ამას არ შეგარჩენთ არც ერთი ქართველი თუ უფროსი თაობის ხალხს გადაგვივლით უმცროსი თაობა არ შეგარჩენთ სახლებიდან გამოგათრევენ იცოდეთ სახლებიდან გამოგათრევენ და მოგთხოვენ პასუხს ახალგაზრდა მოხუცის უყველა არავინ ამას არ გაპატიებთ ჩვენ გვინდა მანქანებზეც კი ქართული ნომრები გვინდა ჩვენ გვინდა ქართული ყველაფერი მოგვაცილეთ ეს გახწნილი შავი ხოჭოები ვინ შემოგვისახლეთ შემოგვითესლეთ საქართველოში გაიყვანეთ უყველა თორე მაგათ არ ასნებათ ბახტრიონი თქვენთან ერთად ბახტრიონს მოგიწყობთ მთელი საქართველო გადახედეთ სოციალურ ქსელებს რა დღეშია ხალხი ყველა გამწარდა უკვე ყველა მიხვდა ვინახარ თქვენ დაიღალა ხალხი ამას არ გაპატიებთ მე ვიყო არაკაცი თუ უტყუოდე იმდენი ხალხისგან მაქვს მოსმენილი რომ თავია გადადებული მე ვერ დავთვალე და ყველა კუთხეში საქართველოსი ამას არც ქალი და არც კაცი არ გაპატიებთ აი ქალბატონი გამოვიდა ქალიც ბევრია მეომარი ხო იცით რომ სუფთა სისხლის ქართველები ვართ სუფთა სისხლის ძალიან ბევრი კიდევ დავრჩით რა ამას არ გაპატიებთ წასული ემიგრაციაში წასული ხალხი კიდევ უარესად გამწარებულია ბევრ საშუალებაც აქვს იარაღის საშუალებაც აქვს და ჩამოვა ხალხი არ შეიძლება ხალხო საქართველოში ომი არ შეიძლება ჩვენ მოვითხოვთ ყველაფერს მშვიდობიანი გზით ჩვენ გვინდა წარწერების ქართული გვინდა ჩვენ არ გვინდა არავისთვის აშენებული კორპუსები ჩვენ არ გვჭირდებიან უგახსნილესი ცხოველები რომლებიც ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ქუჩაში არ გაატარებენ აქ მოხდება მართლა ბახტრიონი და ამათ ამოუწყვიტავთ პირწმინდად იცოდეთ აქ შემოთესლებული გაიყვანეთ უყველა დაკეტეთ საზღვრები არაკაცებო არ გაპატიებთ ამდენს საზღვრები დაკეტეთ სასწრაფოდ თორე შევქმნით ხალხს იცოდეთ ჩამოვაყალიბებთ რაზმებს სუფთა სისხლის ქართველებისგან დავდგებით ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საყურეებ გაკეთებულს დახატულს და ყველა არაკაც
დავაბრუნებთ უკან, არ შემოუშვებთ ჩვენ თერატკანიანებს, ვისაც უშვებთ. იდოელებს არ შედაგებთ საზღვრები. არ გინდა ეს დისკრიმინაცია. ეს ეხლა ემოციებშია ხალხი, მე ვერავის ვერ მოვთხოვრო რაღაცა ემოციურად მე ტოტალიზმო ის, მაგრამ ეს არის მოსახლეობა და ბრაზდება, გაბრაზებულია კაც. მოგესალმებით მეგობრებო. მე დამატება მინდა შევიტანო დღევანდელ აქ გამოსვლებთან დაკავშირებით და ამიტომაც ეს ყველაფერი რაც დღეს აქ გაჟღერდა, რა სიტყვებით, როგორც ქართველს, ისევე არაქართველს მცირეერებს ეხებათ და ზუსტად მაგასთან მაქვს მე საქმე, რომ მცირეერები თქვენ არ გეგონოთ ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, აზერბაიჯანელებო, სომხებო, რუსებო, ვინც ახართ ადგილობრივ მკვიდრებო, რომ თქვენ ხვალ ის რაც ჩვენ შეგვეხება ქართველებს, თქვენ არ შეგეხებათ. ჩვენ თუ მოვყვებით უმცირესობაში და გავნადგურდებით, ისევე განადგურდებით თქვენს. ამიტომ მოვითხოვთ თქვენგან, რომ დაგვიდგეთ გვერდზე, როგორც კი იქნება სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ ქუძე კაცი უნდა გამოვიდეს გწანისისა და გონიოს დასაცავად, ასევე უნდა გამოხვიდეთ თქვენც. მე შემიძლია რამოდენიმე პიროვნებასთან მივიდე და გავაფრთხილო, რომ აი ასეთი მდგომარეობა იქნება, ამას რა თქმა უნდა ჩემი იმით თავისუფლებით გაკეთდება, მაგრამ ყველასთან ხო ვერ მივალთ. ამიტომ გაითვალისწინოს ყველა არაქართველმა ძმებო, აზერბაიჯანელებო, ძალიან ბევრი ხართ ახლო და პირველ რიგში გეხებათ თქვენ. მოდით და დაგვიდექით გვერდზე. ეს პარკი არის როგორც მარცხენა მხარეს, ისევე არის მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარე პირდაპირ თქვენ გირტყავთ როიტყვიან ზურგში. მოდით დაგვიდექით გვერდზე, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ ერთად. დიდი მადლობა. ეხლა არ გამოვთავთ ეთერს და დავათვალიერებინებთ ჩვენ აი დანომრილ საქმელი გაქვს. სულ არ ვაპირებდი მეგობრებო გამოსვლას ხელმეორედ, მაგრამ თქვენ ახლა ქალბატონს მოусმინეთ აქ. და ერთი ფაქტი მინდა ვთქვა აი პირდაპირ ეთერში. საქართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მამა, როცა გამომძიებლად მუშაობდა, მას დაეწერა ესეთი საქმე და უშიშროების იზოლატორში შეხვდა ქალბატონს, თბილისელ ქალბატონს, ოჯახის დედას, რომელსაც მაშინდელმა სამართალდამცავებმა საქმე შეუკერეს და მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ. ამ ახალგაზრდა გამომძიებელმა, ამ მაღალჩინოსნის მამამ საქმეს რო ჩახედეს, წესიერი გაწიღო, აწყონოს ღმერთმა არ არის ახლა ცოცხალი, ეგობრობდით ჩვენ. ჩაიხედა საქმეში და შეპირდა ქალბატონს, რომ მალე ამ საქმეს სხვანაირად შეცვლიდა და რაღაცა. მე მოხდა ისე, რომ როცა იმ ქალბატონი დაინტერესდა და ვადა ითხოვა, მან თქვა, რომ შეპირდა, რომ აი პარასკევი დღე არის, ორშაბათსო, იქ ვაზისის ნახა ტოტი, რომ კვირტი უკვე დასწრომაზე იყო და აი ეს როგორც კი კვირტი როცა გასწრება, იმ დროს უკვე თავისუფალი იქნება, სახში იქნება. ხა ძალიან მშვიდად ყვები ამბობს და გეტყვით საითგან მიმყავს საუბარი. მეორე თუ მესამე დღეს დაურეგეს ამ გამომძიებელს, ჩემს მეგობარს, სასწრაფოდ მიიყვანეს და ნახეს, რომ ამ ქალმას სადა თავის მოკლა. და რო ჩაეკითხა რაში იყო საქმე, თუმცა ვიღაცა მიქ შემთხვევით გასხლა ეს ტოტე მეტი არაფერი. აი, როცა ეს ბატონი გამომძიებელი ჩემი მეგობარი მივიდა, მის თვალწინ ხდება ეს ფაქტი, დაიჩოქა ამ გაწამებულმა დედამ მაშინდელი სამართალდამცავების უთითრობით. დაიჩოქა და შეღაღა და ზეცას. ღმერთო, ვინც მე ამ დღეში ჩამაგდო ერთი დღე, ერთი საათი, ერთი კვირა ამ დღეში ამყოფეო და ზუსტად ერთი წლის თავზე იგივე გამომძიებელმა, ის გამომძიებელი, რომელმაც ეს საქმე შეუკერა, იქ აღმოჩნდა. თქვენ გეშინოდეთ ახლა ქალბატონი, მე დღეს პირველად ნახე ეს ქალბატონი. მაგრამ ეგეთი დედები არიან საქართველოში და მივმართავ, ვისაც ეს ეხება. არ დაიჩოკონ ეგეთმა დედებმა და არ შეღაღადონ ზემოთ. თორე შეღაღადება თუ ავიდა ზემოთ, თქვენ არაფერი არ გიშველი და ვერაფერი. აი ესეთი დედები მოგირევიან მარტო. ეს მინდოდა მეთქვა, მეტი არაფერი. მადლობთ, ეხლა წავიდეთ ჩვენ და ვანახოთ ეხლა იქ აი დანომრილი ხეები, დაგათვალიერებინებთ ეხლა ხვალზე აი
ასლოვანი ხეების გაჩეხას მომატირებით. ახლა ვიღაცას რო ეს ბატონი გიგლა რომ საუბრობდა, აგერ ახლა გაჩვენებ 500 კვადრატულ მეტრზე რაღაცა გააშენეს და ეს დაიმსახურეს ბატონო, აქ იდგება ეს საუკუნეები. თუ შევინარჩუნოთ რამე. თიად ცაცხვი რამდენიმე ძირი აქვს დარგული, იფანი თუია და ეგრეთ ჩარე. თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში გურთიად და თურმე აი ამას ვერ გააკეთებდა საქართველოს. აი ახლა შევიდეთ მრავალწლოვან ნარგავებში და თქვენ დაგანახებთ მეგობრებო რამხელა ბარბაროსობა ცოტა სწრაფათვილი რამხელა ბარბაროსობა ემუქრება აი ამ ტყეპარკს და არაფრით არ შეიძლება ესე ქართველი ხალხს ეძინოს წამოწოლილი უყურებდეს აქ პირდაპირ ეთერს აქ თუ ეს დაიწყო თქვენ არ გიშველით მე ესე წამოწოლილმა უყუროთ ამ საქმეს შვილები როდესაც მოგთხოვენ პასუხს შვილები აი დააკვირდით ახლა სულ ყველას აი აქვს ესეთი ნომრები ეს ნიშნავს იმას რომ უნდა მოიჭრას შევალ ახლა იქ და ნახავთ თქვენ უნიკალურ ტყეპარკს მე ამას არ ვიცი რა ბრილიანტს უწოდებდი უბრალოდ გული იმაზე მწყდება რომ 75 წლის მანძილზე თქვათ საქართველოს სახელმწიფოს ბალანსზე იყო რატომ არაფერი არ გაკეთდა აქ ეს ხომ საქართველოს გამოადგებოდა ბევრ რამეში ბიუჯეტსაც ყველაფერს აქ ხომ ეს რომ ხელი ამას რომ ხელი შეავლოს ადამიანმა ეს ხომ უზარმაზარ ტურისტს მოიზიდა და ეს ხომ თვითონ ქართველებს გამოადგებოდა იმაში რომ დაისვენებდნენ ბავშვებს გამოიყვანდნენ ნუ სასაული აქ რა ვიცი ისეთი პროექტების განხორციელება შეიძლებოდა და იმხელა შემოსავალს მისცევდა ქვეყანას მაგრამ გავერანებულია მეგობრებო ბუნებრივად არის უბრალოდ ლამაზი და სასაული ახლა უკვე მალე შევალ მრავალწლოვან ხეებში და აგეტირებათ რა ეს არის საშინელება არ ვიცი მე რა მოხდება აქ ეს ამოდენა ხეები რო გაჩეხონ მაშინ გობია ჩვენს დაგხოცონ ახლა ამას ვინ მოიწნეს ხო როგორ უნდა მოიწვინოს ეს ამდენმა ხალხმა არ ვიცი მე თბილისში მილიონზე მეტი ცხოვრობს ხალხო და შვიდათ ამას როგორ უნდა უყუროთ აი ახლა ნახავთ აი შევდივარ უკვე შევედი ფაქტიურად და ნახავთ ბატონო აი რამხელა ხეებია შეხედეთ ეს წითლად უკვე ნომრებია უნდა მოიჭრას აქ არ არის რომელიმე რო დატოვონ ისე არ არის გაკეთებული ნახეთ არ გეგონოთ რომ რომელიმეს დატოვებენ სიღრმეში იქით აღარ გადავალ აი ხედავთ რომ ყველაზეა წითელი დასმული აი შეხედეთ უზარმაზარი ხეა საოცარი არის აქავრობა და ბატონო ეს არ არის თან 1 ჰექტარი და 2 ჰექტარი კაცო ეს პარკი 600 ჰექტარია მეგობრებო შეხედეთ რა საოცარია რა ვიცი მართლაც ქართველებო მე არ ვიცი სულ გაგეყინათ სისხლი როგორ შეიძლება რომ ჩვენ აი ამის დაძახებაზე რომ ესე გაგვიჩეხონ და გაგვიკაფონ ქართველი სახში დარჩეს მერე და იჯდეს სახლში იმის გამო რომ ერთეული თაღლითები გამდიდრდნენ ნახეთ რომელი არაბი არ შემოვა და რომელი არაბი იყვის ამ პროექტზე უარს რა თქმა უნდა ამისთანაც 64-ს რომ ისევ შეხედეთ ამ ხელა უზარმაზარი ხეებია თვალუწვდენელი არ ვიცი
აქეთაც სუდანომბრილებია. ბატონო არ წდება საერთოდ არ სრულდება პირწმინდა დაუნომრია მთლიანად ახლა დავждეთ სახლებში და ვიზახოთ რაც მაგრები ვართ ქართველები ვარ და საქართველოს გაუმარჯოს აი ეს არის მეგობრებო აი ეს არის აი ამას უკეთებენ ღირსება დაკარგულიერს ამას სხვას ვერავის ვერ აკადრებენ მე წეგან თქვი ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა დამირეკა აღარ მახსოვს ნორვეგიიდან იყო თუ შოტლანდიიდან აქ რო ერთი ხე მოჭრაო 3 მილიონიაო გონი ჯარიმაო უკანონოდ რომ მოჭრა ესე ხე აქ კაცო მთლიანად აპირებენ მეგობრებო შეხედეთ სუდანომბრილებია აქეთაც იგივეა იქით ხარესაც იგივეა საითაც გაიხედავთ სულ წითელი ნომრებია სულ ყველაფერს აგერა აბატონ აბსოლუტურად ყველგან აბატონ ვიждეთ ახლა სახლებში და ვიძახოთ მე იმის პარტიის წევრი ვარ მე ამის პარტიის წევრი ვარ სირცხვილი ყველა იმ ქართველს მერე რომ კიდევ რო ხმა ექნება ამოსაღები რა აი ეს არ დაიცვას და აქ არ დადგეს რა აი რამდენი ხანია მოდივარ მარტო აი რამდენი ხანია აქ მოდივარ ჯერ შეხედეთ სუწითლათაა დანომრილები ყველაფერი ჩათვალეთ რომ ჟანგბადი აღარ ექნება აღარც რუსთავს და აღარ თბილისის აი ამ მოსახლეობას მაგრამ ყველაზე მთავარი კიდევ ვიმეორებ არის ის უბედურობა რომ აქ უზარმაზარი არაბული ქალაქი აშენდება და დამთავრდება მშვიდი ცხოვრება თბილისელებისთვის ეს იცოდეთ კარგად მერე ვეღარავინ ვეღარ გაუშვებს ახალგაზრდებს ქუჩაშიც შეხედეთ სუდანომრილია რატო არ დანომრავენ პატრონი არ აყავს ქვეყანას და რატო არ დანომრავენ ეს არ კიდევ ვიმეორებ ეს არ უქრია მურვანყრუ შაჰაბას ჯალალედინს აღამაჰმად ხანს ყველაფერი დანომრილია პირწმინდად უნდა გაიკაფოს ყველაფერი აჩეხონ რა ვქნათ ამიტომ არის საჭირო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქართველი ერის თანადგომა ემიგრანტების თანადგომა სხვანაირად ჩვენ ვერ მოვერევით ჩვენ გვაქვს გეგმა ჩვენ პარტია არა ვართ ქართველთა დიდი გაერთიანება აქ ყველა შეუძლია მოსვლა და იმიტომ მოდის უბრალო ადამიანები რომ ეს არ არის პარტია და ჩვენ გვაქვს გეგმა როგორ უნდა აღუდგეთ აი ამ ბარბაროსებს წინ აქ ჭირდება ელემენტარული თანადგომა ყველას ეხლა გამოვარ ჩვენ უკვე ცენტრალურ გამოსასვლელში სულ ბოლომდე აი უყურეთ აქაც წითლადაა აღნიშნული აგეთ წითლად არის ეხლა შეხედეთ იქით კიდევ აი ჩვეულებრივად მარადმწვანე ხეს აგერ მარადმწვანე ხეების დანომრილია მოსაჭრელად მივალ მაინც ახლოს ამის მოჭრა შეიძლება ხალხო ამის მოჭრა შეიძლება იმის გამო რომ არაბი დასახლდეს და გაიხაროს და ვისართმევთ თქვენ ქართველებს ჩვენს ბავშვებს ჩვენს მომავალს გაიგუძეთ ქართველებო გაიგუძეთ შეხედეთ რას გიშვებიან და რა უნდა დაგმართოთ ცოტახანს რაღა ვქნათ მეტი გიხსნით ყველაფერს და გეუბნებით აი ეს არის მეგობრებო ეს რაც აქ ზაგადის და იქითაც იგივეა აგერ უზარმაზარი ხეებია იგივეა ზუსტად და საითაც გინდა გავიაროთ შევიდეთ სიღმეში ყველგან ესეთი ამბავია სულ ყველგან ერთი ხე არ არის გამორჩენილი
რომელი ერთს მივანათო კამერა აჰა ბატონო იწმინდა შეხედეთ არაფერი აღარ დარჩება აქ იქნება კორპუსები მარტო არაბებისა აი ეს სამწუხარო რეალობა გვაქვს მეგობრებო ამიტომ არ ვიცი ზუსტად როდის შემოვა ტექნიკა მაგრამ დაახლოებით შეიძლება 10 დღეში აქ უკვე ტექნიკა შემოვიდეს და ჩვენ დაგვჭირდება ესე იგი უზარმაზარი ავტომობილების კოლონების გაკეთება თბილისში რომ მთელი თბილისი დავაყენოთ ფეხზე და მე მთელი საქართველოს დაუძახოთ ერთადერთი მიზნისთვის აი ეს ჯალალედინები უნდა გადავაყენოთ ხელისუფლებიდან აი ამით ვასრულებთ ქართველთა დიდი გაერთიანების დღევანდელ გამაფრთხილებელ აქციას სადაც ვიწროა გაწყდეს ივანიშვილის მთავრობა აი ამას გეუბნებით